რომლის იქით არის ატლანტიკის ოკეანე და ამის იქით არის უკვე პირდაპირ ამერიკა. ხანდახან თბილისშიც კი რაღაც მომენტებში ვიყენებ ხოლმე Google Maps. მაგრამ აქ ამის გამოყენებას არ ვაპირებ, მინდა რომ პირდაპირ რუკით ვიარო. ზუსტად რას გვჭირდება? Mapa de Estradas Portugal. ეს რა არის? წეროების ბუდეებია? აი პირველი შეცდომა დაუშვი მე მგონი. არ მგონია რომ ეს გზა მიდიოდეს ესპანეთისკენ. ახაც არ მინდა რომ ეხა შემეშინდეს რაღაც აგვერია. იმედია არ გვეშლება და ამ გზაში არ ვტრიალებთ ეხა და აქ არ დაგვაღამდება და მართლა არ დავინახავთ გლების თვალებს. ის არის, კემპერები არიან რა. არავინ ცოცხალი არ არის. ავის დავიყვიროთ. ეხა ესპანური სახელები ვიყვიროთ რამე. პირველი მახსენდება ვინ? ილია თოფურია. ილია გვიშველე. სულ არაფერი შემიძლია ტელეფონის ჩავრთო, მაგრამ არა. რა ტელეფონი უნდა ჩავრთო. კაი, ვიაროთ, ერთი გზა დაგვრჩა რომ ვიაროთ და სადღაც გავვალთ. ჩვენ ახლა ვართ ევროპის და არა მარტო ევროპის, მთელი ევრაზიის, მთელი კონტინენტის უკიდურეს დასავლეთ წერტილში. ეს არის პორტუგალიის დასავლეთით კაპო და როკა, ესე ქვია ამ ადგილს, და როკას კონცხი, რომლის იქით არის ატლანტიკის ოკეანე და ამის იქით არის უკვე პირდაპირ ამერიკა. ავტობუსმა გადავწყვიტეთ, რომ პორტუგალიიდან ესპანეთში წავსულიყავით და გავუკეთებინა ასეთი ექსპერიმენტი. ვიქირავეთ ავტომობილი, რომელიც ახლა ჩემს გვერდით დგას, ეს არის Opel Corsa, ახალი და გვინდა ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება. წავალთ სევილიაში და ზოგადად ამ წერტილიდან სევილიამდე, ანდალუსიამდე გასავლელი გზა არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გზა, რაც კი შეიძლება ავტომოყვარულმა გაიაროს ევროპაში. და შესაბამისად გადავწყვიტეთ ასეთი რამ. წავიდეთ სევილიისკენ, ოღონდ, რაც მთავარია, ვიაროთ ნავიგაციის გარეშე. ანუ, ცოტათი მინდა რომ გადავინაცვლოთ ძველ დროში, ჩვენი მამები, როგორ დადიოდნენ პაპები, ჩვენი რა, ევროპელების, ასევე ჩვენიც. რუკით ნავიგაციის გარეშე მინდა რომ გავიარო ეს მანძილი და ყოველ შემთხვევაში შევეცადო. მაინტერესებს როგორი შეგრძნება, იმიტომ რომ მე როცა დავიწყე ავტომობილების ტესტ-დრაივები საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაშინ უკვე იყო ნავიგაციები, ეს იყო დაახლოებით 2008 წელი, იყო Garmin-ის ნავიგაციები, მერე წამოვიდა smartphone-ები, Google Maps-ი, ასე შემდეგ და ყველაფერი ძალიან გამარტივდა. იმდენად სხვა ცხოვრება დაიწყო, რომ ხანდახან თბილისშიც კი რაღაც მომენტებში ვიყენებ ხოლმე Google Maps. მაგრამ აქ ამის გამოყენებას არ ვაპირებ, მინდა რომ პირდაპირ რუკით ვიარო და წარწერებით რაც წერია ხოლმე ავტობანები იქნება ეს თუ გზა. ნახოთ, წესით უნდა დაგვჭირდეს სევილიამდე დაახლოებით 5 საათი მაქსიმუმ თავისი გაჩერებით შესვენებებით, მაგრამ რა გამოვა არ ვიცი. რო ჩავალ სევილიაში ეს მჯერა, მაგრამ როგორ ჩავალ ეს არ ვიცი. მოკლედ გველოდება გამოწვევებით ახსავსე. დღე პირველი რაც უნდა გავაკეთო ხა არის რომ მოვიყიდო რუკა, მინიმუმ პორტუგალიის მაინც, მერე მოვხაზო გზები და მერე დავიძრები და შევეცდები რომ მთელი გზის განმავლობაში გაგიზიაროთ რაც თავს გადაგხვდება მე და აჩოს ჩვენს რეჟისორს რომელიც არის ჩემთან ერთად. აჩო, მზადა ხარ? რა თქმა უნდა. წავედით. არის რუკა, ვიშოვე, აჩო. თან ისი რა რუკა ვიშოვე? ზუსტად რას გვჭირდება?
Mapa de Estradas Portugal. პორტუგალიის გზების რუკა არის, ოღონდ 2015 წლის იმის მერე ეთქო არავის არ მოუკითხია და 10 წელია ეს რუკა არ გაყიდულა. მართალია ხა იმის მერე გზები როგორ შეიცვლებოდა არ ვიცი, მაგრამ ავტობანები ნამდვილად არ შეიცვლებოდა. ფანქარის ვიშოვე, Viceroy-ის ფანქარი და მთლიანად old school ვიქნებით, ანუ პასტაც კი არ მაქვს, ფანქარით უნდა ვიმოქმედოთ. ეხა წავიდეთ, ცოტა მშვიდ ადგილზე გავიდეთ. აქედან ეხა პაწარა მონაკვეთი ზეპირად ვიცით უკვე რახან მოვედით და იქ უკვე გავშალოთ რუკა, კაპოტზე და ფანქრით დავიწყოთ იმ ადგილების მოხაზვა, რაც უნდა გავიაროთ ანდალუსიამდე, საზღვარიც უნდა გადავკეთოთ და ასე შემდეგ. წავედით მოკლედ. აი აქ დავიძარით აქედან, კაბო და როკადან. შესაბამისად უნდა გავიაროთ ლისაბონი. აი ეს დიდი გზა რაც მოდის, ალბათ სეტუბალში უნდა ჩავიდეთ. პატარა ქალაქების და სოფლების დევნას ახლა ვერ დავიწყებ. სეტუბალში უნდა ჩავიდეთ, მერე უნდა ჩავიდეთ ალკასერ დო სალში, მოდი მოვნიშნავ ბარემ. დო სალში. აჩო, ცოტა გრძელი გზით მიმყავხარ რა. ალბათ, მაგრამ კარგი გზა არის ისეთი რა, აი. გრანდოდა არის შემდეგი, გრანდოდაში არ შევდივართ, მაგრამ ახლოს გავდივართ. გრანდოლა, ბოდიში, ხო, მართალი ხარ, გრანდოლა. თან გავერკვევით რა. შემდეგი დიდი ქალაქი უკვე რასთანაც ახლოს გავილით, ეს იქნება ურიკვე, ალბათ ესე უნდა წავიკითხოთ. აქვე ახლოს ალმოდოვარია, მაგრამ ალმოდოვარი ძალიან შორსაა, ეხა მან შეულა არ გვინდა. მერე უნდა ხო, და ბევრს კიდე. ძალიან ბევრი ფანი ყავს ალმოდოვარს. ალბუფეირასთან გავივლით ახლოს. ეს დიდი ავტობანი რაც არის, მანდ მიდის და რაც ზუსტად ვიცი რომ ფაროში უნდა შევიდეთ, სხვა გზა არ არის. ნუ ფაროსთან უნდა გავიაროთ ძალიან ახლოს და სადღაც VR Desto Antoniosთან გადავკვეთავთ საზღვარს. დარწმუნებული ვარ, აი ესე არავინ აღარ დადის და შეიძლება ეხლა გვიყურებენ ვიღაცები, შევამჩნი 1-2 ისა ადამიანი, რომელსაც გვიყურებდა ცოტა ესე დამცინავი სახით, იმიტომ რომ რუკით ესე კაპოტზე გაშლილი რუკით არავინ აღარ დადის, მაგრამ ჩვენი ექსპერიმენტიც ხო ეგ არის, ესე დადიოდნენ წინაპრები რა, წინათაობის ადამიანები, როცა არ არსებობდა ნავიგაცია და Google Map-ი და ეხლა მანქანაში მოგვიწევს ამის გაშლა არაერთხელ და ესე კარგად კი მოუხაზეთ ეხლა ჩვენ ესე ძალიან ლამაზად დიდი ქალაქები, მაგრამ თავარი იქ არის ეხლა შუა მანქანაში რომ უნდა გავშალოთ და აბახუარ გავსდით და მილიონი წარწერაა თან, მილიონი გადასახვევია და ნახოთ აბა მაგარი გამოწვევაა. წავედით. დატენილი კი არის, მაგრამ უნდა გამორთო და წავიდა ეგრეთ წოდებულ ბარდაშოქში. სამაგიეროდ აღარც მუსიკას აღარ ჩავრთავთ, უბრალოდ ჩავრთავთ მარტო რადიოს, არანაირი Spotify და ესეთი რაღაცეები. კასეტიანი ჩასადები რომ მქონდეს ჩავრთავდი, მაგრამ არც კასეტა მაქვს, არც მაგნიტოფონი. პირდაპირ აი ესე ვივლით რადიოს ჩავრთავთ რა გზაში და წავედით. დავდექით ავტობანზე, თან ისეთ ავტობანზე, რომ აქ უკვე 120 არის მაქსიმუმი დასაშვები სიჩქარე. ჯერჯერობით მარტივად გვაქვს საქმე, იმიტომ რომ როგორც კი გამოვედით, მალევე შეგხვდა სეტუბალის გადასახვევი და მაშინ გადმოვედით ამ დიდ ავტობანზე და მივიწევთ სეტუბალისკენ. ეს არის იქ ეწერა რომ არის დაახლოებით ალბათ ეს უკვე 40 კილომეტრი, წეგან ცოტა მეტი ეწერა სეტუბალამდე და ეხლა მშვიდად მივდივართ სეტუბალისკენ. შესაბამისად ეს გზა მიდის, არსად არ უნდა გადაუხვიოთ, ეგ ვიცით. ჯერჯერობით უსტრესოდ უნდა გავიაროთ დაახლოებით 40 კილომეტრი. მერე ვნახოთ რა იქნება. ეხლა ჩვენ შევდივართ ავტობანის, ფასიანი ავტობანის ტოლზე, ეგრეთ წოდებულზე. მანქანა როცა ვიქირავეთ, მაშინ ჩავდეთ იქ, რომ ტოლებიც ყოფილიყო უფასო. და გავდივართ ისეთ გასასვლელში, რომელსაც აწერია V.
აი აქ გვაქვს ესეთი საქარე მინაზე დამაგრებული აპარატი, რომელსაც ასევე აწერია W და მაგითი მივხვდი რომ უნდა გამევლო პირდაპირ იქ სადაც Via Verde. Via Verde. ხო, Via Verde, ანუ Via Verde-ს ნიშნავს. ხო, ეგ აღარ ვიცი, უბრალოდ იმითი მივხვდი ლოგოთი რომ იქ უნდა გამევლო. იქ არის სხვა ძვირი არ არის სხვათა შორის, ახლა ერთი მომენტი სანამ მანქანას ვიქირავებდით, მაგას ვაკონტროლებდით და რაღაც გარკვეული 10-15 წუთიანი მონაკვეთი ავტობანის ღირს ევრო ნახევარი მაგალითად. უფრო მეტი ეღირება, მაგრამ არ მგონია რომ რაღაც ისეთი მანძილზე მოუწიოს ვინმე სიარული, რომ მაგათ 10 ევროზე მეტი დაждდეს ავტობანზე, ეგ გამორიცხულია. ნუ ახლა ძვირი რა, იაფიც არ არის, მაგრამ 15 წუთი ესეთ კარგ ავტობანზე ევრო ნახევარი მე მგონი ღირს. ნახე, აჭო, ნახე. ეს რა არის? წეროების ბუდეებია? კი, აკიდე მეორე, შეხედე. რამდენი რამხელა ბუდეებია, ვარ წეროა, დიდი ბუდე უნდა კონდეს. აქედან რო ხედავ. გორელოვკაში როა ჩვენთან, გორელოვკაში რო არის წეროები. იქაც ამდენია? არა, იქ თითო არიან. თითო არიან. ჩავხოთ რადიო. მონახოთ რა ხდება. ანტენა 2. ნახე. კლასიკური მუსიკა იყოს. აი გზებზე იყო რადიო FM-ების რეკლამაც არ იყო, უბრალოდ იყო ნიშანი დიდი, როგორც აი ქალაქები აწერია ხოლმე, დაახლოებით ეგრე მარჯვენა მხარეს, აქ ოპერა გაიჩნდა. აუცი, კაია რა. აჰა. ცოტა აუდიო სისტემა რო უკეთესი ქონდეს, ცუდი არ იქნებოდა. მოიცა მოგვასმენ მიგეს. Diana impiedosa, em vão ordenais e sorrendo-se. Გვიყვება? Ouvimos a abertura da ópera Ifigenie Onolide. გვიყვება რა, იმის შესახებ. ძალიან კაიენა პორტუგალიური. ძალიან ისეთია რა. მე ჩემთვის ვერ განსხვავდება ბრაზილიურისგან, მაგრამ ამბობენ რომ განსხვავდებაო რაღაცეებიო და ერთი რაც ძალიან მომეწონა არის ის რომ არის ესეთი ნიშნები, სადაც ნაჩვენებია რომ ახლოს არის მომდევნო ბენზინგასამართის სადგური თავისი კვების ობიექტებით და იქვე წერია რომ იმის მერე იქნება უკვე მინიმუმ 25 კილომეტრიანი წვეტა, ანუ 25 კილომეტრი მინიმუმ აღარ შეგხვდება ბენზინგასამართის სადგური, წეგან იყო ასევე 40 კილომეტრიანი წვეტის მანიშნებელიც და ესე 3-4 მომდევნო ბენზინგასამართის სადგური წერია თავისი მანძილებით და ასევე ფასებით. წერია რომელ სადგურზე რა ღირს საწვავი. ძალიან მაგარი არის ის რომ დაახლოებით ყოველ 4-5 კილომეტრში არის ეგრეთ წოდებული SOS ტელეფონი, მათთვის ვისაც აუჯდა მობილური ტელეფონი, ან ასე შემდეგ და ჭირდება სასწრაფოს ან პოლიციის გამოძახება. მე მგონი უფრო მალეც არის, უფრო ხშირად ხდება ხოლმე და მე დავითვლი. არის ეს SOS ტელეფონები შეგიძლია მიხვიდე და დარეკო ნებისმიერ ნომერზე ან გამოიძახო შენთვის საჭირო სასწრაფო დახმარება. ასევე არის ქარის მანიშნებლებიც, საით უბერავს ქარი და რა სიმძლავრით უბერავს, მაგასაც გვეუბნება. და კიდევ ერთი რამ არის ბევრს რომ მგონია რომ კედლებია ხოლმე ავტობანზე. ზუსტად იქ სადაც იცის განსაკუთრებით ქარის თუ შეიძლება რომ ისე შემოტევები, არის ბარიერები აშენებული, რომელიც იცავს, რომელსაც ერთ-ერთი ფუნქცია აქვს, ეს არ არის კედელი ან დეკორაცია ან ასე შემდეგ, ეს არის იმისთვის რომ დაიცვას ავტობანი ქარის ნაკადისგან და შესაბამისად რა თქმა უნდა დაიცვას ავტომობილები და დაუცვას ჩვენ.
მოკლედ ხალხო, ალმოდოვარს აუქციეთ გვერდი, როგორც მაშინაც გაჩვენოთ რუკაზე. მერე იყო გადასახვევი ურიქისკენ თუ ურუქისკენ, მე მაქალაქმა გამახსენა ბავშვობაში ისტორიას კარგად ვსწავლობდი და ყველაზე მეტად მიყვარდა შუმერების ისტორია და ზოგადად შუამდინარეთის ამბები და ეხლაც კარგად მახსოვს იმ 4 ქალაქის სახელი რა, ური, ურუქი, ლაგაში და ნიპური. ხო და აი ურუქიმ თუ ურიქიმ გამახსენა ეგ ამბავი რა. ეგ 4 შუმერეთის ქალაქი. კაი, ურიქი ასევე ურიქიში არაფერი გვესაქმებოდა და თუ ურუქიში ხა აღარ მახსოვს და წამოვედით კასტროვერდესკენ. ყველაფერი არის ძალიან მარტივი. რეალურად რუკის გაშლა არც დამჭიროებია აქამდე და ერთ რამეს დავაკვირდი ახლა. როცა დადიხარ ნავიგაციით და Google Map-ით, არასდროს არ აქცევ თითქმის ყურადღებას კონკრეტულ ქალაქებს და მათ დასახელებებს და გარემოს. მიდიხარ და მიდიხარ. და როცა ეხა დავიწყებ ნავიგაციის გარეშე სიარული, იმდენად ვიმახსოვრებ ამ ქალაქების სახელწოდებებს, თავში მაქვს, სულ თავში მაქვს და არასდროს აღარ დამავიწყებ. ახლა არც ერთი ეს ქალაქი, რომელსაც აუარე გვერდი, მას მე რაც მოდივარ ლისაბონიდან. და ერთ-ერთი ასეთი საგზაო ნიშანი იყო ეხა, რომელიც ასევე ძალიან მომეწონა და ალბათ არ მივაქცევდი სხვადასხვა ყურადღებას. ერთ საგზაო ნიშანზე იყო მოქცეული გაფრთხილება იმის შესახებ, რომ შეიძლება ამ ადგილზე ავტობანი აღარ არის, სხვანაირ მცირე ზომის ავტობანია და ერთ ნიშანში იყო მოქცეული 4 გაფრთხილება, რომ აქ შეიძლება იყოს ფეხით მოსიარულე, რომელიც გადავა, ასევე შეიძლება იყოს ძროხა და კიდე რაღაცეები, მოკლედ ირემი და ასე შემდეგ. აი პირველი შეცდომა დაუშვი მე მგონი სადღაც კასტროვერდეში ვართ ახლა და ცოტა ისეთ გზაზე მოვხვდით რომ არ მგონია რომ ეს გზა მიდიოდეს ესპანეთისკენ. ან ყოველ შემთხვევაში ძალიან ლამაზი ქალაქი კი არის, ესე ქალაქი თუ დაბა თუ რა დავარქვა. აქ შესვლა არ შეიძლება, იმ გზაზე უნდა დავბრუნდე რაჩო რა. არა? აი აქ შემდეგში უნდა შევუხვიოთ ეს. იმ გზაზე უნდა დავბრუნდე, იმიტომ რომ ის არის მთავარი გზა ახლა აქ. ბატონო. ესპანეთში ეს გზა არ მგონია მიდიოდეს. აი აქ უკვე შეიძლება შეხვდა. ვაუ, ნახე როგორი სახლები არის. აჰა, ცოტა ავიჭერი ახლა მე, მაგრამ არა უშავს. კაი, ახლა უნდა გავაღწიოთ ისე რომ ამ კასტროვერდედან ავიღოთ ფაროს მიმართულებით. უბრალოდ ახლა ფაროს აით არის აღარ ვიცი. აი ამბავია. მოდი, აბა იქ მოედანზე გავალ ახლა მე. ხო. მოედანზე გავალ და თუ იქ არაფერი არ დამხვდა წარწერა. იმას ვკითხოთ. ვინმე სულიერს, პორტუგალიელს, ვინმე კრისტიანოს ან პედროს. პედრო გახსოვს შენ პაულეტა? პედრო. პედრო პაულეტა გახსოვს? პედრო პაულეტაც მახსოვს. ნუნუ გომეში? ნუნუ გომეშიც მახსოვს. ყველა ჟოაო პინტუ, ჟოაო მოუტინიო, ჟოზე მოურინიო, ვიღაც ჟოზეს ვკითხოთ რა, ჟოზე გავაძროთ რა. აი ეს ძეგლი მაგონებს იმას. სამარკო რა იყო? შესასრულთან რო დადგეს. აუ, ხო, მე რო აიღეს, ხო? მე რო აიღეს. არა, მე შეადარებ აქ რაღაცა ქალი და კაცია, სიყვარულს უხსნის რაღაცა რომეო და ჯულიეტა არიან. ხო, არა, იქ სიყვარულთან არაფერი საერთო. ზუსტად სიყვარულთან არაფერი კავშირი არ ქონდა, ხო? იქით წავიდე? აი ალგაროვე, ალბათ ბანდებს, ხო, არა? ალგაროვე არ გვინდოდა სადაც სხვაგან. ალგაროვე კი, ალგაროვე არის ზუსტად ის სამხრეთ მხარე, რომელსაც ვარო. ალგაროვე, მაგრამ ალგაროვეში არ უნდა შესულიყავთ, გახსოვს იქ რომ თქვი მე რომ. კი არ არის შაკო, ეს არის მხარე. მხარეა ზოგადად. ალგაროვეს, რომელიც ფაროც ალგაროვეს ეკუთვნის. აი კასტროვერდე მთავრდება. შესაბამისად რაღაცა იწყება და არა, ეს გზა გადის, всё, ეს არის, ნახე. ატაბოერა მახსოვს რომ აი ხა გავდივართ ისევ, გავდივართ ქალაქიდან და ვდგებით. მოდი გაჩერდი და გავშალოთ. თუნდაც შეშლილი გქონდეს. გავშალოთ რა, აგერ გვაქვს მაგის საშუალება. თან ჭრდილია. აბა მაიყვა. სად არის? სახელთათმანეში, ჩემო ბატონო. როგორ? სახელთათმანეს ვეძახი მე. მოკლედ, ბარდაჩოკი გერმანულად არის ჰანდშუფახ. ჰანდ არის ხელი და შუფახ არის ჩასადები. სახელთ ჰანდშუ არის ხელი, ხელთათმანი. და ფახი არის ჩასადები და სახელთათმანი დავარქვი რა. ეს რო არის? შუ ფეხსაცმელია, შუე. ფეხსაცმელი. ჰანდშუ ხელის ფეხსაცმელი. აა, ძალიან პრაქტიკული ხალხია, ხო იცი? ჰანდშუ არის ხელთათმანი და ფახ არის ჩასადები და შესაბამისად შენ თუ აკაურობას იყო. ეს უკუღმა მიგავია რო. ხადაგდოსავით არ. აგვიჭირდება. ესენი დავიმახსოვროთ რა, ლოულე,
ალკარია ლოულე, ეს სანტა ბარბარა და ფარო. აი რომელიღაცა ერთ-ერთი ხომ მაინც ეწერება ახლა წინ და გადავალთ მე ფაროში და ფაროდან მე ადვილია რა, ერთი კაი გზა მიდის მთლიანად კასტრო მანმამდე, რომელიც არის ესპანეთთან საზღვარი უკვე. დესტო ანტონიო აი მანდამდე. ხო, ძალიან მაგარი რაღაცა აქ არის ასევე ავტობანზე არა მარტო მაქსიმალური დასაშვების სიჩქარე, არამედ მინიმალურიც. მაგალითად 50 წერია და 50-ზე დაბლა არ შეგიძლია რომ იარო. საშუალო სტატისტიკურ ქართველს ეგ ნიშანი არ ეხება, იმიტომ რომ საშუალო სტატისტიკურ ქართველს ეხება მარტო მაქსიმალური შემზღუდავი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 50 ავტობანზე ვერ წარმოგიდგენ, თუმცა არსებობენ ვიღაცები არა? დატვირთული ვოლგები მაგალითად. არა, მე სხვა რამეს ვიგაკ თავისთავად, მაგრამ ჩვენ სამეგობრო წრეში ერთ ადამიანს მინიმუმ ვიცნობთ, რომელიც შეიძლება 40 შეუქმნა დისკომფორტი შეუქმნას, რომ თქვას, რომ დისკრიმინაცია, რას ქვია კაცო, მე აქ მინდა 48 კმ/სთ სიჩქარის სიარული და აი ეგრე მეკომფორტულება და მაიარონ 200. თარასწორი ეგრეც დადის. ხო. თლად 50-ით არ დადის ხოლმე ავტობანზე, მაგრამ 60-ით დადის ხოლმე. ხო არის ეგრე? მოკითხვა საკარის ავტობანები, რომელშიც მხოლოდ 50 არ არის და 100-იც კი არის და ზოგზე რა. მინიმალური, ხო? კი, მე შევამჩნიე სხვათა შორის, აი ჩვენ რო ვიყავით ჩამოსული, მაშინ შევამჩნიე, რომ რაღაც ერთ-ერთ ძალიან საკმაოდ მინიმალურზე ეწერა 100 იყო 100 და მაქსიმალური იყო 120. ანუ ხვდები, აი 100-დან 120-მდე უნდა იყოს. ოღონდ 100 იყო შეზღუდვა იმ ერთ კონკრეტულ ზოლში. ხო. აი ზოლზე მარცხენა ზოლში მაგალითად რა. მარცხენა ზოლში. სამზოლიან და 9ზოლიან ავტობანზე მარცხნივ და ზოგადად ალბათ ყველა ზოლს თუ ერთობლივად ვიტყვით, ალბათ 50 ყველაზე ლოგიკურია რა, მაგრამ ნუ ეს 100-იც კი არის ზოგიერთ ზოლში და ნუ ეგეც აბსოლუტურად ლოგიკურია, მე თუ მკითხავ. აუცილებლად. ნახე რა გზაა რა, ნახე რა გზაა. ეხა ავტობანზე აღარ ვართ და უფრო და უფრო ლამაზი გახდა ლანდშაფტი. ანუ ავტობანიდან ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ აი ქვემოთ რო ჩამოვედით უკიდურეს სამხრეთში. ძალიან ლამაზია, აი ძალიან. ჩემი ინტუიციით მალე უნდა გამოჩნდეს ოკეანეც. კი. ეხლა აი ფარო ხო ზუსტად ეგ არის. ფარო სინამდვილეში ხო იცი რასაც ნიშნავს? არ ვიცი. შუქურას ნიშნავს, ფარი. მართლა? ხო, მანდედან არის, რა სიტყვა ფარი, ფარო. ხო და ანუ შესაბამისად უნდა იყოს ის შუქურა რა, ყველაზე მთავარი შუქურა პორტუგალიის არის ეგ ასე ვთქვათ რა, ფარო, სახელიც ეგრე ქვია. არ ვიცოდი. კი ბატონო. გოლფი გვეჯიბრება. ვერა ძმაო. ვერ გაგაფუჭებინებთ, ეხლა ამ კაცს ჩადექი, ჩადგა. აუ, რა სილამაზეში შევდივართ. რა სილამაზეში. ხალხო, ძალიან გირჩევთ მართლა ამ გზის გამოვლას. მე მგონი მართლა გვეჯიბრება. ნახე Volkswagen-ის და Opel-ის ის არის. და ცოტა მეც გადავაჭარო ეხა სიჩქარეს და ისიც მომზდევს. ითხნიანი. ეხა მეოთხეში თუ გადავაგდე და თუ მივადგი მერე ნახე. აქ ეხა კამერები მედი არ იქნება. აი ესე. ძალიან ლამაზი ადგილია მართლა. თან ჰაერის ჩავყლაპოთ რა. ეხა მე არ ვიცი ზუსტად ნახავ შემეშალა თუ ზუსტად ეს გზა მოდიოდა, მაგრამ აუცილებლად გირჩიოთ რომ ეს გზა გამოიაროთ თუ აქ იქნებით რა, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი გზა არის სამართავად, არავინ არ ხვდება, 1-2 მანქანა შეგხვდება, დიდხანს მოდიხარ ესე და ლანდშაფტებია ულამაზესი, გზა კარგი, ასფალტი კარგია, თუ მანქანას კარგი გაყოლება, სპორტკარს თუ გაყოლება ძალიან გაერთობი. არც კამერებია, არც შეზღუდვები, არაფერი. აი კასტროვერდე. აი ეს მონაკვეთი არის ულამაზესი, ხალხო. აი მოდი ვაჩვენოთ რა. კასტროვერდე, მეტროლა. ძალიან მაგარი ადგილია ყველაფრისთვის და ძალიან ახლოს ვართ უკვე ესპანეთთან. ჩვენ აი ამ საზღვარზე ალბათ ვერც გადავალ. ხო. გადასასვლელი იქნება. უნდა ჩამოვიდეთ ისევ აი კასტრო მანში. აი ესე გადმოგვიჭრია რა. რიო დე სან ანტონიო, მაგრამ მანამდე უნდა იყოს ნიშანზე კასტრო მანმიც რა, ესეც დავიმახსოვრთ ორივე. ხო, გვასწავ. კასტრო მანმი და ვრ კასტრო მანმ. მანმ? ხო. და მე არის ვრ დესტო ანტონიო. აი ორი თუ დაეწერე, ესე იგი სწორად ვართ. სწორად ვიქნებით რა, მეტროლადან ეგ ორი მიმართულება უნდა ავიღოთ. გავაგრძელეთ.
აბა ვნახოთ ერთი აქ. რეები მას მაინც შაწეულს დავტოვებ. ხანდახან არის ხოლმე, ძალიან ფრთხილი ვარ რა, ზედმეტად ფრთხილი და არის ხოლმე ყოფილა შემთხვევები, რომ ჩაგკვეტია მანქანა და სულ ეს მიუხედავად იმისა, რომ Opel Corsa-ა და დარწმუნებული არ ჩაიკეტება, მაინც ტოვებთ ხოლმე ღიას. ძალიან საინტერესო რაღაცა დავჩითეთ, ეს რა არის? Castro Verde, Metro La Ruca, პრინციპში, ესეც ოღონდ უფრო დეტალური ამ რეგიონის. პარკე ნატონა, პარკია. ნახე რა. პარკია. დო ვალე დო დაცული ტერიტორია არის, კი ბატონო. ნუ ეხლა აქ ინგლისურად არაფერი არ წერია. აქეთ რა ხდება? ხო, ცოტა რთული გასარკვევია, იმიტომ რომ სულ პორტუგალიურად წერია. მაგრამ არის ისინი, რა ქვია, რაც აქ ბინადრობენ რა. აი, ნახე ეს რა არის? ამას რა ქვია ამ ცხოველს ეს? ეს რა არის? აი, აწერია. გენეტა. ალბათ. გენეტა ძალიან სასიამოვნოა. წეროები კი ვნახეთ, არწივები. ბოგა განდლანა. ეგ თევზია. ქვია ცოცხალი ალბათ. ჩვენთან ქვია ცოცხალი. მოკლედ ეს ყოფილა ძალიან სერიოზული ნაკრძალი და დაცული ტერიტორია. სულ ორმაგი ჯებირებია, ჯებირი ქვია ხო მაგას? ღობე. ცხოველების ან wildlife-ია რა, ველური ბუნების თემაა და ყველა ნებისმიერ ამ შეიძლება შეგხვდეს აქ გეილიც და ასე შემდეგ აფთარი და ყველაფერი. იმიტომ რომ აი აშკარად მაღალი ღობეებია გაკეთებული ორმაგი დაცვით. არის საფრთხობელებიც ზემოთ, რომ აქეთ არ გადმოვიდნენ და არ ცადონ და არ შემობედონ ამ ცხოველებმა. ძალიან მაგარი ადგილია, გარდა იმისა, რომ უმაგრესი ლანდშაფტია და ძალიან კაი გზა არის. ძალიან ცოტა მანქანით. აი ამ შეიძლება ხეს დავინახოთ რამე ეს რა არის წინ ნახე. მოუნადირებია თაგვი რაღაცა ფრინველს. ახლა ვინები აფრინდნენ? ყვავი იყო და ან ზღარბი ან თაგვი რაღაც ეგეთი ქონდა მონადირებული შუა გზაზე. ხო და რა ვიცი, აბა ღამე რო იყოს, უფრო დავინახავდით გლების თვალებს არა? გვაქვს ადრე ოღონდ 10 წლის წინ, ხო? ხორვატიის საზღვართან რო აღმოჩნდა. ეგ კიდე ცალკე ისტორია იყო. მაშინ უბრალოდ ვიდეოებს არ ვიღებდით და YouTube-ზე არ ვიყავით აქტიურები. ხო, ხალხო, ბარემ აქვე ვართ და YouTube-დან გამოიწერეთ ჩვენი არხი, არ დაგავიწყდეთ. ურჩიეთ მეგობრებსაც თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა ჩვენი ვიდეო, რომ გამოიწერონ ჩვენი არხი და რაც უფრო მეტი გამომწერი გვეყოლება, მით უფრო უკეთეს ვიდეოებს გადავიღებთ, მით უფრო საინტერესო იქნება ჩვენი კონტენტი. აი, ეს არის ის, სადაც გვაფრთხილებენ, რომ გლები არიანო, ხო? გელი ხატია ეხლა. ფოცხვერი ხატია. გელი არ არის, თუ გელია. ნუ ზოგადად ტაცებლებს აი, წავიკითხო. რა ფოცხვერია? ალბათ, ხო. ატენცაო არის, რომ ყურადღებაო. attention. ხო, attention არის. აბრანდე არის, არ ვიცი. აბრანდე რა შეიძლება იყოს, ეხლა ტელეფონი გამორთული მაქვს და არ გვინდა ეხლა. მაგის გამო ნუ ჩავგვართოვინებ, ვითომ იმაში. ორ გადადიან ეგენიც. 40 არის ამ შემთხვევაში რეკომენდებული სიჩქარე ალბათ. აბრანდე შეიძლება ღამე? აბრანდე? დღე ხა 40 აქ ღამე უფრო ის არის, რთული არის, არ ვიცი. Passagem de Linches. მოკლედ, ყურადღებაო, მერაც გადავთარგმნე. ღამით ვაქო ნელა იარეთო, იმიტომ რომ ტაცებლები გაძარბიანო და მე ბოლოს წერე კიდე Passagem de Linches. ახლა არ ვიცი რამდენად კარგად ვკითხო პორტუგალიურად, ახლა მე არ მაქვს პორტუგალიური აქცენტი. ისა არ ვიცი არაფერი პორტუგალიური და მით უმეტეს აქცენტიც არ მაქვს. Passagem de Linches რა შეიძლება იყოს რა? დაგჯით ლინჩის წესითო? ესეც მეტროლა. ძალიან ლამაზი პატარა სოფელია, ხო? აჩოხა რა. სოფელია, მაგრამ ძალიან ლამაზია ოღონდ და აი ამ ახლოს არის. უი, რამდენი წარწერა აქვს, მოიცე. ეს არც ერთი არ არის აქეთ. აი, არა, ეგ არა. მიაროთ ამ წრეზე, როგორც დავდივართ ხოლმე, ჩვენ ხო ეგ დავამოღამეთ.
წრეზე სიარული და მე ამიტომ იმდენ წარწერა ხა ერთი იმით ვერ წავიკითხავ და არც მოძრაობა მინდა შევაფერხო მართალი არ დადიან, მაგრამ აბა წერია რა მე აქ. არ წერია. ადგილობრივი რაღაც. კარგი, ეს რა არის კომბა? ესპანა, აჰა. ესპანია. აჰა. ორი წრე დაგჭირდა, მეტი არა. აჰა, ესპანა, ძალიან კარგი. ორ წრეში გავარკვევით. ორ წრეში უკვე ორ წრეში ვარკვევთ რაღაცეებს რა. ხო, ჩვენი Opel Corsa არის მექანიკური კოლოფით, რაც მე ყოველთვის მსიამოვნებს, მაგრამ ქალაქში, აი როგორი ისა მაქვს, რაზე ვატყობ, იცი რომ დავბერდი რა, ანუ ბწყალებში, ბერდები. ქალაქში რომ მექანიკა აღარ მსიამოვნებს, ეგ ნიშნავს რომ ასაკში ვარ უკვე რა, იმიტომ რომ აზე ქალაქში მსიამოვნებდა რა, საცობებშიც კი მექანიკით მაგლოვიკით მე ბავშვობიდან ბებერი ვარ. ხო, შენ ყოველთვის ისე ხარ ხოლმე. ხა არა მარტო მე. მექანიკა რო ვიქირავეთ, ცოტა დამიბღვირე მახსოვს რა, რომ მეც ხომ მინდა სიამოვნების მიღება. კი, შენც მართავ მექანიკას, მაგრამ კი, ვიცი, კაცო, შენ ადრე მექანიკებიც გყავდა. ზედმეტი თავგამოდებაა ჩემი აზრით. ზედმეტი ტანჯოა, ხო? მე კიდე ხანდახან ტყუილად ვთავთ ხოლმე სიჩქარეებს, აი, არაა საჭირო, მაგრამ ვთავ რაღაცა მევასება. მაგრამ ქალაქში უკვე მეც ნაკლებად მსიამოვნებს ეს საცობებში ხა. და ამიტომ მაგით ვატყობ, რომ შევდივარ ასაკში. მომიყვანი ეს რა გზა არის ვაფშე. ბიჭო, არ ვიცი. ახაც არ მინდა რომ ეხა შემეშინდეს რაღაც აგვერია. მაგრამ მეტროლას მერეც გრძელდება ეს რაღაცა wildlife რა. ესე მგონია რომ შეიძლება მუფასა გამოხდეს აქედან თავისი აფთრებით ან მეფელომი. მოკლედ გრძელდება რა. ისევ ის ნაკრძალია, ისევ იქوارთ. წეგან შენ დაინახე bird watching-ის თემა და ისევ მანდო და გზა, ну რა ვიცი ხა, მივდივართ რა. თავარია იმედია არ გვეშლება და ამ გზაში არ ვტრიალებთ ხა და აქ არ დაგვაღამდება და მართლა არ დავინახავთ გლების თვალებს. ის არის, კემპერები არიან რა. ერთი ვკითხო ამათ. And then right. So it's a España is there. Gracias. ახო ძალიან დიდი კულტურა არის. ზოგადად ევროპაში ამ კემპერებით სიარულით რა. და ეხლა აქაც რა თქმა უნდა ამ ადგილზე დადიან. სწორად მივდივართ, ესპანეთი იქით არისო. და მე მარჯვნივო. აჰა, მოიცა ის გაიჩნდა. ამასაც გითხავ რა. Hola. Speak English? Little bit. España. Yeah? Sí. Mais pouco à frente, Ajá. à direita. Direito. Okay, gracias. Obrigado. Adeus. აი ეს ხიდი ყოფილა საზღვარი პორტუგალიასა და ესპანეთის შორის, არანაირი დამშვების სასაზღვრო პუნქტი, არაფერი ეგეთი და მოვადექით წარწერას ესპანა, უკვე ესპანურად ნახე, იქ ეწერა ესპანჰა, პორტუგალიურად ესპანია ანუ და ნუ ესპანია არის ესპანურადაც. და აქ უკვე ესპანა წერია H-ის გარეშე. ეგ ნიშნავს რომ უკვე ვართ ესპანეთში, აი ეს ხიდი გადმოკვეთეთ და ვართ ესპანეთში. და გამოჩნდა წარწერა ანდალუსია, სადაც მოვდიოდით ატლანტიკიდან ანდალუსიამდე. პროვინცია დე უელოა, უელოაც ხო ახსენეთ იქ? კომუნიდად დე ანდალუსია. მოვედით ანდალუსიაში
და ჩემი გათვლებით გვხვდება დაახლოებით 120 კილომეტრი. შეიძლება უფრო მეტიც. სევილიამდე. დასწავარია ესპანეთში ვარ და კონკრეტულად ანდალუსიის მხარეში, რომელიც არის ძალიან ლამაზი. მე არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ვიცი რომ არის ძალიან ლამაზი. ბევრმა მირჩია ანდალუსიაში ჩამოსვლა. მადრიდელებსაც კი უთქვამთ ხშირად რომ ანდალუსიაში უნდა წახვიდე რომ ნახოთ ძალიან ლამაზი ესპანეთიო. ლანდშაფტი ჯერჯერობით იგივეა, გზა არის უბრალოდ გასლიპინებული, როგორ უნდა ვთქვა. ხო და ეხლა მოკლედ მე და აჩომ ვიფიქრეთ ბევრი თუ ცოტა, გადავწყვიტეთ რომ ახლა რუკის ძებნათან შეგვაღამდა უკვე ღამდება არის, რომელი საათი აქ არის, 9 საათი 10:04 წუთია და ვიფიქრეთ რომ რუკის ძებნა მე მგონი ცოტა ზედმეტი, ცოტა გავართულოთ კიდევ უფრო მეტად. თუ ეს გართულება გამოვა, ამას ვნახავთ, იმიტომ რომ დარჩა დაახლოებით ალბათ 120 კილომეტრი, 100-120 და შევეცადოთ რომ სადაც აქამდე მოვედით, რუკით ეხლა მოდი რუკის გარეშე გავაგზავნოთ და ჩავიდეთ სევილიაში უკვე რუკის გარეშე. აჰა, ფიატმაც გაიარა. ხო და ვაგზავნებთ მოკლედ რუკის გარეშე, თან უკვე დაგვაღამდა. მე მგონი თან რაღაც სხვა ადგილას გადმოვედით. ესპანეთში. ხო, იმ ადგილას არ გადმოვედით. ჯერ ერთი მეორეთ არ გადმოვედით იმ ადგილას, ან სულ სხვა მარშრუტი გქონდა თავიდან დაგეგმილი, მაგრამ მოვხვდით სხვა გზაზე. მერე კიდე შეიცვალა აშკარად, იმიტომ რომ აი აქ არ უნდა გადმოსულიყავით ესპანეთში, უნდა გადმოსულიყავით სხვა ადგილას, მაგრამ არაფერს არ უნდა ნოთ, ძალიან პირიქით, ალბათ საუკეთესო გზა გამოვიარეთ. და ეხლა ვნახოთ, აბა გავაგზავნოთ უკვე რუკის გარეშე. ერთი 40 კილომეტრია მოვდივართ, არც წარწერა, არც სულიერი ვინმე, ერთი ორი ბენზინგასამართ სადგური შეხვდა დაკეტილი ისიც, ან გაუქმებული, ან დაკეტილი და ესე ვართ სადღაც ესპანეთში, ანდალუსიაში რო ვართ, ეგ ვიცით. არავინ ცოცხალი არ არის. ცხოველებს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც ალბათ სადღაც დარბიან. თავის რა ვიყვიროთ? ეხლა ესპანური სახელები ვიყვიროთ რამე. პირველი მახსენდება ვინ? ანდრეს ინიესტა, მაგალითად, კაი, ფეხბურთს თავი დავანებოთ ვინმე. რავი, სერვანტესი. რა დავიყვირო? ოლა! რაღაცა. გაუდი. ჰა? ანტონიო გაუდი, კი ბატონო. ანტონიო ბანდერასი, ილია თოფურია, ბარემ ხო, ესპანელ ქართველი. ილია გვიშველე. არა, ეხლა ხუმრობთ, რა თქმა უნდა, სად დავიკარგებით ევროპა, ვერ დავიკარგებით ვერანაირად, მივალთ ბოლო-ბოლო. სულ არაფერი შემიძლია ტელეფონის ჩავრთო, მაგრამ არა, რა ტელეფონი უნდა ჩავრთო. არ მექნება ესპანური ინტერნეტი, მე პორტუგალიური მქონდა იქ. ასე რომ ვერც ტელეფონს ვერ ჩავრთავ, რომ ჩავრთო, არაფერსაც არ მეტყვის. კაი, ვიაროთ, ერთი გზა დაგვრჩა, რომ ვიაროთ და სადღაც გავვალთ, ეხლა კარგი გზა არის, ფაქტია. ისი რა გამახსენდა, ის Radiohead-ის ის გამახსენდა კლიპი. Karma Police. ესეთ გზაზე მიდის დაახლოებით რა. გახსოვს აჩო შენ კლიპი?
ხო და ძალიან მაგარი კლიპი არის, Radiohead-ი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბენდია, ეგ გამახსენდა ეხლა. სევილიაც დაეწერა. ავტობანზეც ავდივართ. გამოვედით მოკლედ, გამოვძვერით ამ რთული სიტუაციიდან. ისეთი დაღლილი ვარ, რომ აი უკვე აღარც მიხარია რა, ოკეი, კაი, ავედით თუ რაღაცა. აჰა, უერთდებით ძალიან დიდ ავტობანს და მოკლედ უახლოვდებით სევილიას. ჯერ არ ეწერა რამდენი კილომეტრია სევილია, მაგრამ სევილიასკენ რომ მივდივართ უკვე ავტობანით, ეგ ზუსტად ვიცი. აჰა. მართლა არ მაქვს იმის თავი, რომ ეხლა კიდე ნავიგაციის გარეშე ვიარო მე იქ ქალაქში და ვეძებოთ ჩვენი სასტუმრო. აი, მაგაზე უარს ვამბობ. მისია ხო შევასრულეთ. კი ბატონო. ხო ჩამოვედით რუკის გარეშე. კი ბატონო. ნავიგაციის გარეშე, უკვე ნავიგაცია აღარც მახსოვს რა, რუკის გარეშეს ვამბობ. მაგრამ რუკის გარეშე ჩამოვედით პორტუგალიის საზღვრის მერე. ხო და მისია შესრულებულია. ეხლა რომ მე სევილიაში ჩვენ რო სევილიაში დავიწყოთ ჩვენი სასტუმრო ზებნა ნავიგაციის გარეშე, დილამდე მოგვიწევს ზებნა და თან ხალხიც ალბათ ძინავს, რა თქმა უნდა და კი არიან ესპანელები ძალიან ჯიგრები და ძალიან თბილები და კეთილები, რომც გავაღვიძოთ, რაღაცას დაგვეხმარებიან, მაგრამ ეხა ეგრე ნუღარ გავართულოთ, მე არაფრის თავი აღარ მაქვს. ანუ საბოლოო ჯამში მაინც მაგრა დავიღალეთ. მოდი ერთი გამოვთხრეთ იმაშიც, რომ სასტუმრო ჯერ არ გვაქვს დაჯავშნილი საერთოდ. ხო დავჯავშნით, კაცო, როცა იქნება. ხო და მოდი სიმართლე. ჯობია რომ არ გვაქვს, არა. სიმართლე. გამხელილის ჯობს თუ რაღაცა. არ გვაქვს, არა, მართლა არ გვაქვს და აი ეხა რაღაცა თან სასტუმრო უნდა დავჯავშნოთ. თან ეხა ეს ყველაფერი უკვე ინტერნეტის და ცივილიზაციის და ნავიგაციის გარეშე იქნება. თავარი მისია შევასრულეთ. ესეც ასე. ჩამოვედით სევილიაში. დაღამებულზე უკვე ვარ ძალიან დაღლილი. ერთი რამე მინდა გითხრათ რა. ჩემი რეკორდი იყო მანქანის მართვის სერიოზული შესვენების გარეშე 1500 კილომეტრი. მაშინაც მაგრა დავიღალე მახსოვს. და ისე დაახლოებით 1000 კილომეტრს გავდივარ ხოლმე ყოველგვარი ზედმეტი გადაღლის გარეშე. დღეს დაახლოებით გავიარეთ ალბათ 500 კილომეტრი. ამას ჩვენ დავითვლით და მე ქალაქები ხო ვიცით რაც გავიარეთ და ვაჩვენებთ ეკრანზე რამდენი გავიარეთ ზუსტად, მაგრამ დაახლოებით ალბათ 500-მდე, შეიძლება ცოტა მეტიც. და დღეს ვარ ზუსტად ისე დაღლილი, როცა სამჯერ მეტი გავიარე რეკორდის დროს, ჩემი პირადი რეკორდის დროს. ასე რომ, მოკლედ ნავიგაციის გარეშე და რუკის სიარული და მე უკვე რუკის გარეშეც ძალიან დამღლელია, იმიტომ რომ 10ჯერ მეტი კონცენტრაცია გჭირდება, ხო სადმე არ შეცდი, ხო რაღაცა მოკლედ შევცდით კიდევაც და უფრო მეტად 3ჯერ მეტად დავიღალე რა. და ეხლა ბევრი რო არ ვილაპარაკო, დასასრულისკენ წავიყვან ამ ვიდეოს და სევილიაზე ბევრი რამე შეიძლება გამახსენდეს, მაგრამ პირველი რაც გაგვახსენდა იყო სევილიელი დალაქი, ეს ცნობილი პიესა და ოპერაც. მაგრამ მე გამოგიწყდებით და არ მაქვს წაკითხული, არც პიესა და არც სპექტაკლი არ მაქვს ნანახი და შესაბამისად არ ვიცი, ხა მინდოდა რაღაც სევილიელი დალაქი რაღაც როლებში ხوار შევიჭრათ მეთქი, მაგრამ რაღაც ისე არ აღმოჩნდეს, რომ ცუდ პერსონაჟთან ვასოცირდებოდე, ან საერთოდ დალაქია ის გმირი, ვიზეც არის საუბარი, არც ეგ არ ვიცი. ამიტომ სევილიელი დალაქი და ეს რაღაცები დავივიწყოთ, ხვალ დილიდან დაგათვალიერებინებთ უკვე სევილიას. გაჩვენებთ ეს ეთყობა ღამეა, მაგრამ ეთყობა რომ არის ულამაზესი და ძალიან შთამბეჭდავი დიდი ქალაქი. რაც ისედაც ვიცოდით. რამდენიმე კადრით დავასრულოთ ეს ვიდეო. დროებით მომავალ შეხვედრამდე.